ტყეში სუფთა ჰაერზე დასვენებას ალბათ არაფერი სჯობს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები დასვენების დროს უცნაურ და ამოუხსნელ მოვლენებს აწყდებიან. ამ ეპიზოდში ლაშქრობის დროს მომხდარ იმ საშიში ისტორიებს მოგიყვებით, რომლებიც აუცილებლად შეგაშინებთ. 2017 წელს კანადის ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრებმა გოგონამ საკუთარ ძაღლთან ერთად ტყეში გასეირნება გადაწყვიტა. დაბინდების დროს მან ერთ-ერთ ხეზე ღამის ხედვის კამერა დააყენა. კარავი გაშალა და მალევე დაიძინა, მაგრამ შუაღამეს მისი სიმშვიდე ძაღლის ყეფამ დაარღვია. კარავთან ახლოს ფოთლების შრიალის ხმა ისმოდა, მაგრამ გოგონამ იფიქრა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შესაძლოა მელიები ყოფილიყვნენ. მომდევნო დილას მან კამერის შემოწმება გადაწყვიტა, მაგრამ მისი ცნობის მოყარეობა მალევე შიშმა შეცვალა. ტყის ცხოველების ნაცვლად ვიდეოზე ადამიანის მსგავსი სამი ფიგურა ჩანდა, რომლებსაც არაბუნებრივად გრძელი თავები ჰქონდათ. გოგონას თქმით, ეს არსებები საკმაოდ დაბლები უნდა ყოფილიყვნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ახლომდებარე ქალაქი ტყიდან 45 წუთის სავალზე მდებარეობდა. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღამით ტყეში ბავშვებმა გართობა გადაწყვიტეს. რაც არ უნდა იყოს ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს კადრები ამოუხსნელი შიშის გრძნობას იწვევს. ახალი წელი ბრწყინვალე დღესასწაულია, მაგრამ ის, რაც Reddit-ის მომხმარებელმა ჯამინმა 5 წლის ასაკში გადაიტანა, ნამდვილად შემაძრწუნებელია. საახალწლო ვარდადეგების პერიოდში ბიჭი მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ავსტრალიის ერთ-ერთ ტყეში სალაშქროდ წავიდა. საღამოს ბავშვებმა გასეირნება გადაწყვიტეს. ამიტომაც მათ მშობლებმა რაციები დაურიგეს, რათა ისინი სეირნობის დროს მუდმივად კავშირზე ყოფილიყვნენ, მაგრამ იმ ღამეს მათ მშობლების ნაცვლად სხვა დაუკავშირდა. როდესაც ბავშვები ტყეში შევიდნენ, მოულოდნელად ჯამინის რაციაში ხმა გაისმა. ვიღაც ამბობდა, რომ ის სანტა იყო და თუ ბავშვები ტყის სიღრმეში შევიდოდნენ, ისინი საჩუქრებს მიიღებდნენ. საბედნიეროდ პატარები პირდაპირ მშობლებთან გაიქცნენ და მომხდარის შესახებ ყველაფერი თქვეს. შეშინებულმა მშობლებმა ბავშვებს რაციები ჩამოართვეს და ტყეში მათ გარეშე შესვლა აუკრძალეს. 2022 წელს ბრიტანულმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს ისტორია, რომელიც უამრავ ადამიანში შიშის გრძნობას იწვევს. ახალგაზრდებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, კარვების გაშლა სტენფორდშირში, კენოკ ჩეისის ტყეში გადაწყვიტეს. ერთი შეხედვით ეს ტყე დასვენებისთვის იდეალური ადგილია, მაგრამ რეალურად ის ბნელ საიდუმლოს ინახავს. ამბობენ, რომ ამ ადგილას პარანორმალური მოვლენები ხშირია. ქვიან ღამით მეგობრებს შემოესმათ, რომ მათ კარავთან რაღაც დადიოდა. მათ იფიქრეს, რომ ეს რაღაც შესაძლოა ირემი ყოფილიყო. გარეთ გახედვის შემდეგ ნაბიჯების ხმა შეწყდა, მაგრამ თითქოს შორი ახლოს ბავშვის სიცილის ხმა გაისმა. მეგობრებმა სასწრაფოდ ფანრები ჩართეს და ტყე გაანათეს. ბავშვის მკრთალი სილუეტი სინათლეზე სწრაფად მოძრაობდა. რამდენიმე წამის შემდეგ სილუეტი გაქრა და ტყეში კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. ნანახისგან გაოგნებულ მეგობრებს მთელი ღამე თვალიც კი არ მოუხუჭავთ. დილით, როდესაც ისინი კარავიდან გამოვიდნენ, მათ დაინახეს, რომ ვიღაცას ტყეზე ქვები დაეწყო, ხოლო ხეებზე ტოტებისგან დამზადებული უცნაური ნივთები ეკიდა. რა თქმა უნდა, მეგობრებმა ტყეს სასწრაფოდ დატოვეს, მაგრამ ამ ადგილას მსგავსი შეხვედრა ერთადერთი არ ყოფილა. კენოკ ჩეიზის ტყეში ადამიანებს ბავშვების სილუეტები ხშირად უნახავთ. მათ შესახებ წიგნიც კი დაიწერა. ცნობილია, რომ 60-იან წლებში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ბავშვი დაიკარგა. ამიტომაც ითვლება, რომ ტყეში მათი სულები ცხოვრობენ. 1993 წლის ერთ საღამოს Reddit-ის მომხმარებელი მამასთან ერთად ვაშინგტონში, კოულიცის რეგიონში მდებარე ტყეში იმყოფებოდა. როდესაც ისინი კოცონთან ისხდნენ, ხეებს შორის რაღაცამ გაირბინა. ფანარის ჩართვის შემდეგ ხის უკან წითლად მოელვარე თვალები გამოჩნდა. რამდენიმე წამში ვიღაცამ კოცონის მიმართულებით ქვები და ტოტები ისროლა. ამის შემდეგ თვალები გაქრა და ტყეში კვლავ სიჩუმემ დაისადგურა. დაძაბული ლოდინის შემდეგ ჩანდა, რომ არსება წასულიყო, მაგრამ მალევე კარვის ირგვლივ ნაბიჯების ხმა გაისმა და ჰაერში რაღაც საშინელი სუნი დატრიალდა. მამა ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაიწყო, რათა უცნობი არსება წასულიყო. საბოლოოდ ნაბიჯების ხმა მიწყდა, ხოლო ცუდი სუნი გაქრა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაშინგტონის ტყეებში 700-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ადამიანებმა თოვლისკაცი შეამჩნიეს და როგორც ამტკიცებენ, ამ არსებას საშინელი სუნი აქვს. არავინ იცის თუ რა მოხდა იმ ღამეს სინამდვილეში, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. მერილენდში მდებარე პოკამოუკის ტყე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარანორმალური ადგილია მთელს მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც 2020 წელს ერთმა იუთუბერმა იქ ღამის გათევა და ყველაფრის ვიდეოზე დაფიქსირება გადაწყვიტა. იუთუბერი ტყის სიღრმეში შევიდა და კარავი გაშალა. ამის შემდეგ მან მიმდებარე ტერიტორიის გამოკვლევა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ტყეში კიდევ ვიღაც იყო, მაგრამ რას აკეთებდა მეორე ადამიანი იქ ასე გვიან. ბიჭი უსაფრთხო ადგილას დაიმალა. დაძაბული ლოდინის შემდეგ მას ჩაეძინა, მაგრამ ვიდეო კამერა ისევ ჩართული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო დღეს ბიჭმა ტერიტორია უპრობლემოდ დატოვა, ვიდეოზე დაფიქსირებული მომენტები ნამდვილად შემაშინებელია. ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც მის კარავთან დადიოდა? იქნებ მონადირე, ან თუ ეს ყველაფერი დადგმულია? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. თუ საშიშ ვიდეოებზე მეტად რაიმეა შემაშინებელი, ეს ის ვიდეოებია, რომლებსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნებათ. ეს კადრები დიდი ალბათობით პირველად Reddit-ზე გამოჩნდა, მაგრამ მის შესახებ არაფერია ცნობილი. რამდენიმე მეგობარმა ტყეში კარვების გაშლა გადაწყვიტა, მაგრამ მალევე ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა. I know for legit though, like Alexis has been gone for so long trying to actually poop. Okay, but like you gotta like track to go find a good place. Like, Yeah, you do, but this has been too long. ისინი მის დაბრუნებას 20 წუთი ელოდნენ. Oh, ow, man. არ მოგესმათ, ეს ნამდვილად ყვირილის ხმა. რამდენიმე ადამიანმა ტყეში მეგობრის მოძებნა გადაწყვიტა. Alexis? 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 what is that? Can't see it very well. Yeah. Wait. Okay, be careful. Oh, God. Oh, God. Okay. I don't. Guys. Alexis. Aiden, stop. Stop. No. Okay. თუ ვიდეოს შევანელებთ, დავინახავთ ფიგურას, რომელსაც რამდენიმე კიდური აქვს. რაც არ უნდა იყოს, ეს არსება, როგორც ჩანს, ის გოგონას თავს დაესხა და ამის შემდეგ მის მეგობრებზე თავდასხმაც გადაწყვიტა. 2020 წელს ერთ-ერთმა იუთუბერმა შემზარავი ვიდეო გამოაქვეყნა. მას საკუთარი საწყობიდან უცნაური ხმა შემოესმა და ამიტომაც მის შესამოწმებლად წავიდა. ვიდეოს დაპაუზების შემდეგ უცნაური თავი ჩანს. თავდაპირველად იუთუბერი გაიქცა, მაგრამ დამშვიდების შემდეგ ის უკან დაბრუნდა. მალევე მან მეორე ვიდეო გამოაქვეყნა. ეს ამარხზე ატვირთული ბოლო ვიდეოა. რა თქმა უნდა, ამ კადრებმა უამრავი ადამიანი შეაშინა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ბიჭს თავს სკინუოკერი დაესხა. ეს მაქციის მსგავსი არსება ნავაჰოს ტომის ლეგენდებში გვხვდება. ინდიელების ეს ტომი სამხრეთ-დასავლეთ ამერიკაში ცხოვრობს. ადამიანთა უმეტესობამ ვიდეოზე დაფიქსირებულ არსებასა და ამ ფოტოს შორის მსგავსება აღმოაჩინა. გაზეთები ამ არსებას ნამდვილ სკინუოკერს უწოდებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ფოტო 1982 წლის ფილმის კადრია, მაგრამ არავინ იცის თუ რა ნახა იუთუბერმა სინამდვილეში. 2000-იანი წლების დასაწყისში მამამ საკუთარი 13 წლის შვილი ტყეში სანადიროდ წაიყვანა. ის რაც იმ დღეს ორივემ გადაიტანა, ალბათ მათ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი რამ იყო. ტყეში ისინი დილით მივიდნენ და მალევე ძველ ქოხში დაბანაკდნენ. საერთო ჯამში საწოლები კომფორტული იყო, მაგრამ რატომღაც ბავშვი დაძინებას ვერ ახერხებდა. მას ეჩვენებოდა, რომ თითქოს ოთახში კიდევ ვიღაც იყო. მიუხედავად ამისა, მომდევნო დილას მამა და შვილი სანადიროდ წავიდნენ. დასაწყისისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როდესაც ისინი ტყის სიღრმეში შევიდნენ, მათ წინ დაახლოებით 46 მეტრში ამოუცნობი ფიგურა გამოჩნდა. ამ ტერიტორიაზე წესით მათ გარდა არავინ უნდა ყოფილიყო. მაშინ ვინ იდგა მათ წინ? ბავშვის მამამ უცნობს რამდენჯერმე დაუძახა და რადგანაც პასუხი ვერ მიიღო, მან პისტოლეტი ამოიღო და ფიგურას დაუმიზნა. ფიგურასთან მიახლოებისას აღმოჩნდა, რომ მათ წინ ადამიანის ნაცვლად მანეკენი იდგა. ვიღაცას მანეკენისთვის ტანსაცმელი ჩაეცვა და ტყეში დაეტოვებინა. მაგრამ საინტერესო იყო რისთვის? მანეკენი სუფთად გამოიყურებოდა. თითქოს ის მხოლოდ ერთი დღის წინ დაედგათ. შეშის გრძნობასთან ერთად ბავშვს ეჩვენებოდა, რომ მათ ვიღაც უთვალთვალებდათ და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამამისიც იგივეს გრძნობდა. დროის დაკარგვის გარეშე მამა და შვილი ქოხში დაბრუნდნენ. საკუთარი ნივთები აიღეს და ტყეს ასწრაფოდ დატოვეს. სახლში მისვლის შემდეგ კაცმა მანეკენის შესახებ ტყის მფლობელს კითხა, მაგრამ როდესაც ტყის მეპატრონე იმ ადგილას მივიდა, მანეკენი ვიღაცას უკვე აეღო. 2008 წელს ინტერნეტში გავრცელდა საინტერესო ვიდეო. ის საფრანგეთის ერთ-ერთ კომუნაშია გადაღებული. კადრებზე čans, რომ ბავშვები საზაფხულო ბანაკში იმყოფებიან. მოულოდნელად მათ ყურადღებას რაღაც იპყრობს. Bon, c'est deux fils de gueule. Mais pourquoi t'as laissé tomber la torche? Pour éclairer.
Attends, je vais lui mettre sa mère. ვიდეოს ავტორი ფიქრობს, რომ ეს უცხო პლანეტელია, რაც არ უნდა იყოს, ამ არსებას ადამიანების შეეშინდა და ადგილიდან მიიმალა. მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს ვიდეო დადგმულია. ავტორმა ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა და როგორც ჩანს, ის დამწყები რეჟისორი იყო. მაგრამ შეძლებდა თუ არა დამწყები რეჟისორი 17 წლის წინ ასეთი სპეცეფექტების შექმნას. საშინელებათა ფილმები გვასწავლის, რომ საზაფხულო ბანაკები საშიში ადგილია, მაგრამ ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის ტყის საზაფხულო ბანაკში მუშაობდა, ამის შესახებ არაფერი იცოდა. ერთ ღამეს, როდესაც მან ბავშვები დასაძინებლად წაიყვანა, მასთან მისმა თანამშრომელმა სენდი მიირბინა, რომელიც ძალიან შეშინებული ჩანდა. აღმოჩნდა, რომ როდესაც სენდი ღამით ბავშვებთან ერთად სეირნობდა, მას უცნაური ყვირილის ხმა შემოესმა. ყვირილი კიდევ და კიდევ მეორდებოდა და საბოლოოდ მისი მოსმენა შეუძლებელი გახდა. სენდი ბავშვებთან ერთად ბანაკისკენ გაიქცა. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გოგონამ სენდისთან ერთად ტყეში დაბრუნება გადაწყვიტა. მალევე მათ საშინელი დემონური ხმა შემოესმათ, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. შიშის მიუხედავად, ბანაკის თანამშრომლებმა უკან დაბრუნება მაინც შეძლეს. მომდევნო დილას ბანაკის დირექტორმა თანამშრომლები შეკრიბა. დირექტორმა თანამშრომლებს განუმარტა, რომ თუ ისინი ტყიდან მაღალ არაბუნებრივ ხმას გაიგებდნენ, არ უნდა შეშინებულიყვნენ, რადგანაც ეს ხმა ფოცხვერებს ეკუთვნოდათ. ამ ველურ კატებს ნამდვილად შემაძრწუნებელი ხმა აქვთ. ფოცხვერები საშიში ცხოველები არიან, მაგრამ ისინი ადამიანებს თავს იშვიათად ესხმიან. წინადღით მომხდარი ამბების გამო გოგონები თავს უხერხულად გრძნობდნენ, მაგრამ იქნებ ბანაკის დირექტორი ცდებოდა და იმ ღამეს ეს ხმა რაიმე სხვას ეკუთვნოდა. არის მომენტები, როდესაც ტყეში სეირნობისას გრძნობთ, რომ ვიღაც გვითვალთვალებს. ფოთლების შრიალი ან ტოტების მტვრევის ხმა ხშირად პანიკის გამოსაწვევად სრულიად საკმარისია, რომ აღარაფერი უთქვათ იმ ფიგურებზე, რომლებიც ერთმა ადამიანმა ტყეში სიმღერის დროს ვიდეოზე დააფიქსირა. თავდაპირველად მისმა განსხვავებულმა ხმამ ირმების ყურადღება მიიპყრო და როდესაც ის გაოცებულ ცხოველს ვიდეოს უღებდა, კადრში უცნაური რამ გამოჩნდა. ოპერატორი ამტკიცებს, რომ მან ფიგურები მოგვიანებით ვიდეოს ნახვის შემდეგ შენიშნა. ვინ ან რა ჩანს რეალურად კადრში დღემდე ამოუხსნელი რჩება. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ლაშქრობის დროს ტყის სიღრმეში შესვლა ცუდი იდეაა, მაგრამ ბავშვობაში მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნება ნაკლებად განვითარებულია. ამ ფაქტს Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად კეიმაიც ადასტურებს. როდესაც ბიჭი 14 წლის იყო, ის ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ტყეში წავიდა. ყოველ ღამე ის მეგობრებთან ერთად ტყის შესასწავლად მიდიოდა. მეგობრებს თან ფანრები მიჰქონდათ, მაგრამ როგორც წესი, მათ იშვიათად იყენებდნენ. ერთ ღამეს კეიმაიმ და მისმა მეგობარმა უკან დასაბრუნებლად სხვა გზა ერჩიეს. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ერთ მომენტში მათ ზურგს უკან ჩურჩული შემოესმათ. შეშინებული მეგობრები სწრაფად შეტრიალდნენ, მაგრამ მათ ვერაფერი დაინახეს. ბავშვებმა სწრაფი ნაბიჯებით სიარული განაგრძეს, მაგრამ მალევე ჩურჩული კვლავ განმეორდა. რამდენიმე წამში მათ წინ ფიგურა გამოჩნდა. ის მიწაზე ხოხავდა და ტალახისგან დასწრილი შავი ტანსაცმელი ეცვა. ნანახისგან შეძრწუნებულ ბავშვებს ნაბიჯის გადადგმაც კი აღარ შეეძლოთ. სწორედ ამ დროს უცნობმა ერთ-ერთ ბიჭს თვალებში შეხედა, ფეხზე წამოდგა და ალაპარაკდა. როგორც აღმოჩნდა, ქალს ბევრი ალკოჰოლი დაელია და ის ტყეში დაკარგული იყო. რა თქმა უნდა, სიმართლის გარკვევის შემდეგ მეგობრები მას ტყიდან გასვლაში დაეხმარნენ. შემდეგი ისტორია ლაშქრობებს არ უკავშირდება, მაგრამ ის აუცილებლად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. ერთ ღამეს ორი მეგობარი სახლთან მდებარე ტყეში სეირნობის დროს რაღაც უცნაურს წააწყდა. ამის შემდეგ მეგობრებმა კიდევ ერთი ნიღაბი დაინახეს, რომელიც ხეზე იყო მიმაგრებული. მათ რატომღაც მისი მოხსნა გადაწყვიტეს, რაც უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს ნიღბები სწორედ მან დატოვა, ვინც ბუჩქებში იმალებოდა. საინტერესოა, რომ ეს საშიშ ნიღბებთან დაკავშირებული ერთადერთი ვიდეო არაა. 2015 წელს ახალ ზელანდიაში სტუდენტები სამოყვარულო ფილმს იღებდნენ. ერთ მომენტში მათ რამდენიმე ადამიანი შენიშნეს, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. სტუდენტებმა ფილმის გადაღება განაგრძეს, მაგრამ როგორც ჩანდა, უცხოები წასვლას არ აპირებდნენ. მალევე სტუდენტებმა შეამჩნიეს, რომ უცნობები შეიარაღებულნი იყვნენ. ახალგაზრდებმა სასწრაფოდ პოლიციაში დარეკეს. საბედნიეროდ ისინი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. ამ დროისთვის
ნიღბიანები უკვე წასულიყვნენ. მრავალი მცდელობის მიუხედავად მათ კვალს ვერსად მიაგნეს.